გვიახლოვდება ახალი წელი და დამეთანხმებით ალბათ რომ დღესასწაული გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელი, მაგრამ როგორ მოვამზადოთ ჩემოთინათი განსხვავებული გოზინაყი სხვადასხვა თხილეული შიგთავსით. აი ამის რეცეპტს უკვე კულინარიული ბლოგერი ანა კვირიკაშვილისგან გავიგებთ. ნახოთ გვანცა ჩარგაზიას და გიორგი კეთიას სიუჟეტი. ალბათ ნახოთ. დილამშვიდობის საქართველო, მოგესალმებით. მიხარია რომ დღეს თქვენს გვერდით ვარ და გიმზადებთ საახალწლო ნუგბარს, რომლის გარეშეც საახალწლო სუფრა უბრალოდ წარმოუდგენელია და დღეს ცოტა განსხვავებული სახით უნდა მოვამზადოთ რა თუ არა გოზინაყი, რომლისთვისაც მე უნდა გამოვიყენო თხილეულის ნაირსახეობა და არა მხოლოდ მიგოზი. გოზინაყის ამ რეცეპტით მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ ნუში, მიგოზი, გოგრის გულები, რა თქმა უნდა შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი სხვა თხილეულითაც ჩაანაცვლოთ, დაგჭირდება ასევე თაფლი და 1 სუფრის kovzi შაქარი. თუმცა მანამ სანამ გოზინაყის მომზადებას დავიწყებთ, აუცილებელია ნუში ჩავალბოთ ცხელ წყალში, რათა კანი მარტივად გავაცალოთ. წყალში დავალბეთ ნუში, ახლა უნდა დაველოდოთ 5 წუთი და დრო რომ არ დავკარგოთ, შეგვიძლია მოვამზადოთ უკვე მიგოზი და გოგრის გულები მოსახალად. ნახევარ კილო თხილეულზე მე ვიყენებ 250 გრამ თაფლს, რაც მეტად მნიშვნელოვანია რომ დავიცვათ გრამაჟი ჩვენი ნუგბარის მომზადების დროს. რაც შეეხება თავად თხილეულს, მე გამოვიყენე თანაბარი პროპორციით ფაქტობრივად, ოდნავ ნაკლები რაოდენობის ავიღე გოგრის გულები. თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ სურვილის მიხედვით მოამზადოთ. ახლა კი შეგვიძლია გადავიტანოთ სქელძირიან ქვაბში თაფლი და მივიყვანოთ ადუღებამდე. მიგოზი მოიხალა, გოგრის გულებიც მოხალული გვაქვს და ახლა ის გადაგვრჩენია გავარჩიოთ ნუში, რომელიც წინასწარ დავალბეთ ადუღებულ წყალში. და ეს მთავარი ხრიკია, ადუღებულ წყალში მხოლოდ 3 წუთი ჭირდება ნუშს დაყოვნება, იმისთვის რომ უმარტივესად გავაცალოთ კანი. მარტივად ეცლება კანი და რაც ყველაზე მთავარია, სუფთა და ჯანსაღ პროდუქტს იღებთ. ჩვენი ნუში გასუფთავდა, ახლა შემიძლია მოვხალო და უკვე შევუდგე ნიგზის დაჭრას. რა თქმა უნდა, თქვენს გემოვნებაზეა, შეგიძლიათ გამოიყენოთ თხილეული მთლიანი სახით, ან უბრალოდ დააკუცმაცოთ. როგორც უკვე გითხარით, თხილეული შეგიძლიათ მთლიანი სახით გამოიყენოთ, ან დააკუცმაცოთ. მე მხოლოდ ნიგოს დავაკუცმაცებ ახლა და თან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უბრალოდ დანის მეშვეობით პატარა ფორმებს მივცემ და დავუმატებ უკვე მთლიანი სახით გოგრის გულებს და რა თქმა უნდა მოხალულ ნუშს. აქვე გოზინაყის მომზადების მთავარი საიდუმლო რაც არის თაფლის არ ადუღება, მეგობრებო, იმისთვის რომ ჩვენ შევინარჩუნოთ თაფლის გემოვნური თვისებები, აუცილებელია რომ თაფლი მივიყვანოთ მხოლოდ ადუღებამდე და ზედმეტად არ გადავადუღოთ. ასე უნდა მოვიქცეთ მინიმუმ 4 ჯერ მაინც, შესაძლებელია 5 ჯერაც. ეს აუცილებელია იმისთვის რომ გოზინაყი არ დაგვეშალოს, შეიკრას და რაც ყველაზე მთავარია იმისთვის რომ ცოტაოდენი სიხრაშუნე მივცეთ ჩვენს გოზინახს და ნაზის სტრუქტურა აუცილებელია დავამატოთ 1 სუფრის kovzi შაქარი. რა თქმა უნდა იმ დოზაზე, რა დოზის გოზინახსაც მე ახლა ვამზადებ. თაფლის მეოთხე გაცხელების დროს ვამატებთ 1 სუფრის kovzi შაქარს. მე ვიყენებ ყავისფერ შაქარს, თუმცა შეგიძლიათ რა თქმა უნდა თეთრითაც ჩაანაცვლოთ. თაფლი მზად არის, ახლა შეგვიძლია ერთ თასში მოვათავსოთ ჩვენი თხილეული. პირველ რიგში ნიგოზი და რა თქმა უნდა გოგრის გულები. შემდეგ ეს ყველაფერი წავა თაფლის მასაში, სადაც 2 წუთი მოვშუშავთ. უპირველეს ყოვლისა, მანამ სანამ გოზინაყის მასას გადავიტანთ დაფაზე, საჭიროა რომ დავასველოთ დაფა. მე ცოტაოდენ წყალს გადმოვიტან დაფაზე, აი ესე ხელით დავაფიქსირებ
და გადმოვიტან ჩვენს გოზინაყის მასას. იმისთვის რომ ჩვენი გოზინაყი კარგად დავაგუნდაოთ, საჭირო რომ ხელით დავისველოთ წყალში, ცივ წყალში, მეგობრებო, და შემდეგ უკვე ავიღოთ სასურველი რაოდენობის თხილეული და მივცეთ მრგვალი ფორმა. ესე ჩვენი გოზინაყი მის მოსამზადებლად სულ რაღაც 1 საათი დაგჭირდებათ, შეიძლება არც კი და არ დაგავიწყდეთ, რომ მომზადება ძალიან მარტივია. გირჩევთ ცადოთ და თქვენც დაატრიალოთ საახალწლო სურნელი თქვენს სახლში.